მართველები ვართ, ბევრ რაღაცაში უკანასკნელები რა. აი მაგალითად ერი რომელიც ზვიადგამსახურდიას არ დაუდგა გვერდით, მონაპოვარი ვერ მოიპოვა და მე მთელი ახლა ეს 30 წელიწადია განსაკუთრებით ყველა ნორმალური მიტირის ზვიადიო, ხო? აი დაახლოებით ფრანგები ამაში ძალიან გვგავენ. აი ძალიან გვგავენ, იმიტომ რომ სხვათა შორის ბედის ირონიით შარლ დე გოლიც ზვიადგამსახურდიას ერთ-ერთი ეტალონი პოლიტიკოსი იყო. დე გოლი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული დე გოლი იყო და მაშინ მოიცილეს. მერე კრიზისი შეექმნათ, დე გოლი მოიყვანეს ისევეს და დე გოლმა ბირთვული ბომბით შეუქმნა თავისი ოქროც გამოიტანა საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ფეხზე დააყენა ქვეყანა, რა ვიცი და მეორეთაც მოიცილეს და დღეს მთელი საფრანგეთი არის დე გოლიზმის ემეთ რა ქვია სცენით დაავადებული. დე გოლიზმის სცენით, მაგრამ იქცევიან როგორც დე გოლი, პუტინმა უთხრა ერთხელ, ყვირიან როგორც დე გოლები, მაგრამ იქცევიან როგორც პეტენები. პეტენი იყო ეს ანტი დე გოლი, ასე რომ ვთქვათ, გენერალი, რომელმაც საფრანგეთის კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ხო, ამიტომ ასეთი საქმე რა შეიძლება, პუტინი კი არ არის გენიოსი. პუტინი არის საბჭოთა კგბ-ს საშუალო დონის ოფიცერი. მაგრამ საბჭოთა კგბ-ს საშუალო დონის ოფიცერი. ესენი ვინ არიან უბრალოდ? ვინ არიან ესენი? ამათ ვერ გაიგებ. ბერბოკი რო ეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრი და მაკრონი რო ეყოლება პრეზიდენტი და სტარმერი რო ეყოლება პრემიერი და ასეთი ამაზრზენი პოლიტიკური ელიტა რო იქნება პარიზში, მათ ფონზე რა თქმა უნდა უძლიერესი იქნება საშუალო დონის კგბ-ს ოფიცერი. ამაშია საქმე. და აი მოკლედ საინტერესო მომენტი რომელიც ახლა დგება, აღიარებენ თვითონ ევროპელებიც, რომ საქმე იმაში არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავართვათ თავი ჩვენი საკუთარი თავის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ამერიკელებიც ეუბნებიან, ჩვენ უკრაინელებს არანაირ გარანტიას არ ვაძლევთ, აღარ თქვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას. თუ შეიძლება კითხვები ბოლოსკენ დავამთავრებ და სიამოვნებით გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. აი, საბოლოო ჯამში საქმეზე მიდგა, ვისაც აქვს იარაღი, ის აწესებს წესებს. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა იმ ფორმით, რომელი ფორმითაც არსებობს, თავიდან ბოლომდე იყო აგებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე და სამხედრო მხარდაჭერაზე. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით უძლიერესი ელემენტი იქნება გამოკლებული ევროპის უსაფრთხოებას, ევროპა თავის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს. იმიტომ რომ არაა ფიზიკურად ამ ყველაფრისთვის მზად. არ არის მზად. არ ფიქრობდნენ. აი როგორც გითხარით, არის ორი ქვეყანა. ამ ორ ქვეყანას შეუძლია რაღაც წინააღმდეგობა გაწინა. მე ახლა უკვე რაც შეეხება იმას, რომ ეს არ არის ერთიანი მართვის შტაბი, ეს არ არის მაინც ერთი ქვეყნის არმია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულელები რო ყვირიან აი ეს ნატოს მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ვინმე წაუკითხია ეს ნატოს მეხუთე პუნქტი რას წარმოადგენს? საერთოდ გაუაზრებიათ სინამდვილე პრაქტიკაში რა არის ეს ყველაფერი? ხო? ელემენტარული თქვა. როდესაც გადის ამ ხელა მოთამაშე, რჩებიან პირღია. და რჩებიან ომის დროს რუსეთის პირისპირ რჩება ევროპა, რომელსაც არ აქვს თავისი რესურსები, ეკონომიკური რესურსები, ენერგეტიკული რესურსები და დღეს დათვალეს, რომ რაკაი იქნასო მოხსნილიო სანქციებიო რუსეთთანო ეს ევროპის ეკონომიკას 9% პირველივე წელს გაზრდისო, იმიტომ რომ აქ ეკონომიკა რეცესიაშია შესული. ალტერნატივა რა არის ამ ყველაფრის? აი ძალიან მინდა აი ამასაც მიაქციოს ხალხმა ყურადღება, რომ ახლა ზოგი დილეტანტია ამ საკითხში, ზოგი ერკვევა, ზოგი ვერ ერკვევა, ზოგს შეუძლია დისკუსია, ზოგს არ შეუძლია, ზოგი უბრალოდ შეუძლია რაღაცის მოსვენას ტელევიზორიდან, მაგრამ აი ძალიან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო